რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში ხორავოს ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მოქმედი პირი მიხეილ კალანდია ადვოკატთან ერთად მივიდა. შეგახსენებთ, რომ კალანდია არის ჩხუბის ის მონაწილე, რომლის როლის გარკვევაც პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ერთ-ერთ პუნქტადაა ჩამოყალიბებული. მიხეილ კალანდია ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ნინო არღლიანია ახლა პირდაპირ ეთერში დეტალებით. ნინო, გისმენთ. ლევან, დიახ, რამდენიმე წუთის წინ მოვიდა მიხეილ კალანდია ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე. ჩვენ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ვცდილობდით მათგან კონკრეტული ინფორმაცია მიგვეღო, თუ რატომ იმყოფებიან ისინი საგამოძიებო უწყებაში, თუმცა არც კალანდიამ და არც მისმა ადვოკატმა ჩვენ არც ერთ კითხვაზე არ გვიპასუხა. მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩის ერთ-ერთი ფიგურანტია, მასზე საუბარია ასევე პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ დადგენილებაში საუბარია, რომ ამ საქმეში კალანდიას როლი უნდა გამოიკვეთოს. როგორც უკვე აღვნიშნე, არც კალანდიამ და არც მისმა ადვოკატმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ჩვენ ველოდებით საგამოძიებო უწყებიდან მათ გამოსვლას. უკაცრავ გამოკითხება ხართ? არა, ისაა მოსწრაფი. რასთან დაკავშირებით ხართ? რასთან დაბარებულს შეგიძლიათ გითხრათ? უკაცრავ. არა, ადვოკატი ხართ? შეგიძლიათ გითხრათ, რაზე ხართ მასწავლებელი? არა, ვერ გიტყვით. რამე ახალი არის ამ საკითხთან დაკავშირებით? გამოკითხვაზე ხართ, დაკითხვაზე ხართ, რატომ მოყვებით? მაყურებელმა როგორც მოისმინა, ჩვენს არც ერთ კითხვაზე არც მიხეილ კალანდიამ და არც მისმა ადვოკატმა არ უპასუხეს. შესაბამისად, ჩვენთვის მათგან უცნობია, რასთან დაკავშირებით იმყოფებიან ისინი საგამოძიებო უწყებაში. ჩვენ ვრჩებით გენერალურ პროკურატურასთან და ველოდებით მათგან უფრო მეტ ინფორმაციას დღევანდელ ვიზიტთან დაკავშირებით. მადლობა ნინო, ეს ნინო არღლიანი იყო. განვაგრძობთ გამოშვებას.